ეს იქნება აბსოლუტურად ასე ვთქვათ მათ მიერ ავტონომიური ქალაქი, რომელსაც ისინი იბატონებენ და საიდან ისინი გამრავლდებიან და მოედებიან მთელ საქართველოს ხალხს. ამას რა თუნდა ბევრი ლაპარაკია. ეს იმდენად ტრივიალურია და პირდაპირ ჩანს, ეხლა ზოგმა თქვა კიდევ მეორებს, რომ რა უჭირსო ხო იყვნენ 400 წელიო და მე ხო წავიდნენ, ბიჭო რო წავიდნენ, ისინი თვითონ გიაზრასულან. დავით აღმაშენებელმა გარეკა. დიდ გორი მოიგო, რომ ისინი გაერეკა. დიდ გორი 60,000-მა გაწევნა 600,000 თურქ-სელჯუკი, ეს ისლამის მიმდევრები, წივილგივილის გაყარა საქართველოსთან. შენ გაქვს ახლა ამის საშუალება, რო ეძახი არა უშავსო, გადენი მე ამათ შემოსულებს. თუ თავისით წავლენ. როგორ წავლენ თავისით? აქლემები თვეობის განმავლობაში წყალს ასვავენ, ეგენი უდაბნოში ცხოვრობენ და იცი თქვენ უდაბნო არის ხრიოკი და წყალი ენატრება ხალხს და წყალი ბენზინზე ბევრად უფრო ზვირია, საზღვარზე უფრო ზვირია. შემოდიან და უნდა შემოსლა, რა ქვია, ამ ქვეყნიურ 64-ს რო იტყვიან ეს ამწონებულ და მდიდარ ქვეყანაში და შენ აქედან იმად გააგდებ, რითი გააგდებ, ეხლა გამაგებინე ის რა ქვია, დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე ყავს თუ ისა რა ქვია, სოლომონ პირველი ხრესილის ომში რო კულით გვასრულია თურქებს. რანაირად? ან დავით სოსლანი ბასიანში რო წივილგივილით გაყარა ეგენი, ან თამარ მეფე. ან რითი ლაშქარი ყავს? რითი გაყრია ხალხი? რომ რამეს რომ ამბობ კაცო ხო უნდა რაღაც რეალური საფუძველი კონდეს და სხვა შემთხვევაში უნდა გახსოვდეს შენი სიტყვების გასამართლები შენ. როგორც ახალებას წერია, შენი სიტყვებით გამართლები და შენი სიტყვებით გამტყუნდები. აი ეს არის. ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მეგობრებო, ძალიან ფხიზლად. ჩვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენ გლობალისტების ოცნება რა არის, ანტიქრისტეს გამეფება და მათ ყველასთვის ცნობილია შეუკვეთეს თავიანთ დაარსებული ანტიქრისტეს ინსტიტუტებს, რომ აი რა გავაკეთოთო ჩვენ ვინ გვიშლის ჩვენ ხელსო რომ ვიცოდეთო და ამ ინსტიტუტებმა დაუდეს წინ დასკვნა გვიშლის ის ხალხი, რომელი ხალხი გვიშლის ხელსო გვიშლის ის ხალხმაო, ეს არის ცნობილი ინსტიტუტები კაცო, რომლებმაც ეს შეიმუშავეს და ანალიზი გააკეთეს, სტატისტიკა დაამუშავეს და აქედან უთხრეს გვიშლის პირველ რიგში ის ხალხი, ვინც არის მორწმუნე მართლმადიდებელი ანტიქრისტეს გლობალიზაციას, ანუ იკითხე ანტიქრისტეს გამეფებას. პირველი მართლმადიდებელი ხალხი, მორწმუნე ხალხია. მეორე ოჯახის ინსტიტუტია. ოჯახის ინსტიტუტი. ძლიერი ოჯახი არ მიიღებს ეშმაკს. ტრადიციული ოჯახი. მართლმადიდებელი ოჯახი ანტიქრისტეს არ მიიღებს. და მესამე ეროვნული გზნობაა პატრიოტიზმია. აი ეს უნდა მუშაობა. აგერ თვითონ ის კაცი, ვინც უნდა რომ ეს არაბული ქალაქები შექმნა საქართველოში, პირდაპირ იძახის კოსმოპოლიტური ცენტრები უნდა შექმნათ საქართველოში. ეშმაკი, შეჩვენებული ეშმაკი თავიდან ბოლომდე. და უნდათ რომ ჩვენი ხალხი მოატყუონ ფულებით. ფული ბაბაია, ბევრი ფულიო. აი ამით უნდათ რომ მოატყუონ. ამით უნდათ და ანტიქრისტესებ თაყვანი აცემიონ ეშმაკზე. აი შორ ჩვენგან თელიერი ფეხზე უნდა დადგეს, რომ ეს არ დაუშვას ქართველმა ხალხმა თავის ქვეყანაში, თორე გავნადგურდებით შვილებო. გავნადგურდებით, გაიარეთ იქ რა ხდება დავით აღმაშენებელზე. გაიარეთ რა ხდება რუსთაველზე, სულ მაგათ ხელშია ყველაფერი. ქართველს ეგონება უცხო ქვეყანაში თავისთავი რო გაივლის იქ. აი ეს განაპირობა ჩვენმა უდარდელობა. ჩვენ უნდა ვინატროთ უფალი, დედაფთიშობელი და სასუფეველი, მთელი ხალხი ეკლესიაში უნდა მოვიდეს და დანარჩენი შეგვეძინება უფალი გაგვიფართოებს და აგვიდგენ ჩვენ მამულს და თუ ეხა ფულის გულისთვის ეშმაკის მიმდევრებს, როგორც დავით აღმაშენებელი ამბობს, ჩვენ საცხოვრებელს და ჩვენ ტერიტორიებს დაუთმობთ, თავის თავზე იუბავს ასეთი ქვეყანა, ასეთი ხალხი და ასეთი ერი და ასეთი ვინც გინდა ის იყოს, გინდა ხელისუფალი იყოს, გინდა ვინც იყოს. გამზადებულია ჯოჯოხეთი მისთვის. რა ტყვილი როგორ გითხრათ, კაცო, რაც არის იმას გეუბნებით. აი ეს არის ტყვილი, ამტერი კი არა ვარ, თქვენ ტყვილი რო გითხრათ. აი ეს უნდა გავაკეთოთ შვილებო. უნდა ფეხზე დავდგეთ და არ დაუსვათ ეს გარყვნილება და ეს აი სატანური საქმე, არ შეიძლება ამის დაშვება. არ შეიძლება. მე ხმადაგნოსოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ დიდი მადლი, წყალობა, სიყვარული და ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი მთავრობა, როგორც უარი უთხრა იმ ლეგენდებს და იმ ბოდიში და პიდარასტობას და
იმ ომში ჩათრევას და საქართველოს ამისგან გადაარჩინა, აი ესე უნდა უარი უთხრას ახლა ამას და გადაარჩინოს საქართველოს ამ საშინელებას, რომელსაც ქვია ანტიქრისტეს ტახტის დადგმა საქართველოში და ეშვაგი მსახურების გაბატონება საქართველოში. ვერცვა დაგლოცო ჩვილებო, გაგახაროთ და წმინდა მიქაელ გობრონის და ყველა დიდი მასთან ერთად წამებულების და ყველა დიდი ჩვენი წმინდანების ლოცვით ჩვენ უნდა ვებედროთ უფალს, რომ დაიფაროს საქართველო. რა აზრი აქვს იმ გზას, რადგინდათო თუ ტაძარში არ მიიღოს. აი ეს არის ანტიქრისტეს იდეოლოგია, ეს არის იდეოლოგია ალენ დალესის, ეს არის ის იდეოლოგია, რომელიც ეხლა მოგახსენეთ გლობალისტებმა, რომ ოფიციალურად დაადგინეს ეროვნული გზნობები და კოსმოპოლიტიზმი არის ეროვნული გზნობები და პატრიოტიზმი არის პირველი ხელშემშლელი ანტიქრისტეს გაბატონებისთვის, ამიტომ უნდა გავაკოსმოპოლიტოს ხალხია. აი ესა, რას ნიშნავს ეს? ანუ ეროვნება უნდა წავშალოთ მთლიანად. ამიტომ ფეხზე დადექით, ჩემო შვილებო, ძმებო, დებო და დაიცავით თქვენი მამული. 100,000-ობით და მილიონობით ჩვენი მებრძოლი შეეწინა წმენის და მამულის დაცვას. აბა რა იყო ის მარტყოფი, რა იყო ხრესილი, რა იყო დიდგორი, რა იყო ბასიანი, რა იყო შამქორი, რა იყო სოხოისტა, რა იყო ის ამდენი ომები, რა ჩვენ გადავიტანეთ წმენისთან და მამულისათვის. ეხლა დავყაროთ იარაღი, როცა ბოლო ჟამია მოსული. ფეხზე დავდგეთ და ჩვენი იდენტობა, ჩვენი ქართველობა დავიცვათ. და ნუ მივცემ ეშმაკს იმის საშუალებას, რომ საქართველოში ტახტი დაიდგას. ვერცმა დაგლოცო, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ამინ, ამინ, ამინ.